ნამდვილად შეიძლება ვთქვა, რომ თემური ციკლაური იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, როგორც პიროვნება, უკეთილესი ადამიანი იყო. ყველაფერთან იყო არაჩვეულებრივი პარტნიორი. სცენაზე ისე გრძნობდა, აი სუნთქვასაც კი გრძნობდა, აი გაისუსებოდა ხოლმე და აი ესე ჩუმად მოყვებოდა, რომ ზედმეტად არ შეეწუხებინე. არაჩვეულებრივი იყო. მე ყოველთვის მიყვარდა თემურის გვერდში ყოფნა და სიმღერა, იმიტომ რომ მის გვერდში მე ძალიან დიდ ძალას ვგრძნობდი, ისეთი ენერგიის პატრონი იყო, დადებითი ენერგიის, სიყვარულით სავსე ადამიანი იყო. და განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა იმ მომენტს, რომ ბლექსი არენაზე რო ქონდა ჩვენ კონცერტი, აი ახალგაზრდებს როგორ ექცეოდა და როგორ სტიმულს აძლევდა, მიუხედავად იმისა, გია, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ინსულტი ქონდა ახალი გადატანილი. სულ ახალი და გვეშინოდა, რომ რამე არ დამართნოდა, მაგრამ იმდენად ძლიერი პიროვნება იყო, საიდან ქონდა ეს ძალები, მე არ ვიცი. აიყვანდა თავს ხელში და საოცრად ედგა ახალგაზრდებს გვერდში. ყველაფერთან ერთად, გია, მე დღესაც მიჭირს, მე იცი სამწუხაროდ მე ვერ ჩამოვედი გასვენებაში, ისეთი პერიოდი იყო და ჩემთვის ის ცოცხალია, იცი? აი ისეთი გრძნობა მაქვს, მე რო არ მინახავს ჩემი თვალით მისი დაკრძალვა, ალბათ ჩემთვის კარგია. კოვიდის პერიოდი იყო და მაშინ ტრენები დაგეტილი იყო და შეიძლება ვერ ჩამოვედი ვერანაირად და ჩემთვის ის ცოცხალია და ეხლა წეგან ყვებოდი კულისებში, რომ 2 დღის წინ ვიპოვე საჩუქრე პარკი და უცებ დავხედე და წარწერა. ჩემს საყვარელ მანანას, ჩემს მეგობარს წარმატებები დაბადების დღეს მილოცავდა, მოკლედ გილოცავ დაბადების დღეს შენი ძმა თემური ციკლაური. მე დავდები, შენახული მაქვს აი ეს მისი წარწერით, აი ესაც შემთხვევით არ ხდება, ხო სწორია. აი სულ გრძნობ მის გვერდში ყოფნას, სულ გრძნობ რომ ის ჩვენთან არის და რაღაცნაირად მაძლიერებს აი ეს მომენტი ყოველთვის და აი არ ვიცი, თემურიზე შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო. ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ვინ უფრო ლამაზი იყო და გაბრანჭული. და სულ ხო, არა, მე უფრო ლამაზი ვარ, არა, მაგრამ შენ უფრო ლამაზი ხარ, მე მეტყოდა ხოლმე, რომ გული არ დამწყდებოდა. როგორ დამწყდებოდა გული? ანგელოზივით გამოიყურებოდა, ყოველთვის გაწიკწიკებული, ყოველთვის არაჩვეულებრივად ჩაცმული, გემოვნებით და როგორი მეგობარი იყო, როგორი მორწმუნე ადამიანი იყო ყველაფერთან ერთად, მე არ ვიცი, არ ვიცი, ძალიან წყდება გული, რომ არ უნდა წასულიყო თემური. თემური კიდე ბევრ რამეს გააკეთებდა და ბევრ ადამიანს გაახარებდა და გადაარჩენდა. მე ჯემალი მოყვება მის ძალიან მაგარ ამბებს, რაც მან ჩაიდინა ბავშვების წინაშე, როგორ უყვარდა მაგას ბავშვები და როგორ ეფერებოდა ყველას და აი ლუკმას გამოიღებდა და მიცემდა ნებისმიერ ადამიანს, მისთვის მნიშვნელობა არ იყო, იცნობდა თუ არ იცნობდა. აი ეს იყო თემური ციკლაური. ახსენე შენ ბლექსი არენაზე, რომელიც ხა დღეს ჩვენთვის ეს არის აი ნამდვილი რარიტეტი და ეს შემოგჩოგვე ისტორიაა ჩვენთვის. და არა მარტო ჩვენთვის, მთელი ქართული ესტრადისთვის აი ეს კადრები ბლექსი არენაზე ჩატარებული ჭიქვითაქორწილისა და სწორედ აი ის მომენტი მინდა შევთავაზო, როდესაც პირველად გამოვიდა ის სცენაზე, მართლაც ახალ ინსტიტუტ გადატანილი, ჩვენ ვიცოდით რომ რთული მდგომარეობა იყო, მაგრამ თვითონ ისე მტკიცედ ჯეროდა რომ ამას გავართმევ თავს, რომ როგორი მუხტი შემოიტანა სწორედ ეს მინდა ვაჩვენო ახლა ჩვენი შოუს მაყურებელს. უნდა გაგვაჩნდეს რკინის კუნთები და სხვანაირად ვერ გადურჩები. ნუ გეზარებათ, ნუ იმანჩები, და შეავლეს ყველა მკლანჩები ერთად, რომ სიცხლე აგვიდუხდეს ერთად, რომ გული გაგვიხურდეს ერთად, რომ წერრი ვერ გვიძლებდეს, თორემ დაგვინძრებენ სიმწრით ნაშემოდეს ერთად. ისევე როგორც ყველა მისი გამოსვლა იყო რაღაცა განუმეორებელი და მოვლენა იყო მისი ყოველი შემობიჯება სცენაზე და აი სამართლიანად აღნიშნე მანანა ჩემო ძვირფასო რომ მისი დამოკიდებულება კოლეგების მიმართ იყო ყოველთვის სამაგალითო განსაკუთრებით ესახებოდა ახალგაზრდებს და ბავშვებზე ხო კიდე ცალკე სალაპარაკო და ძვირფასო მეგობრებო ახალგაზრდა კოლეგების მიმართ ის ყოველთვის უაღრესად ყურადღებიანი და კეთილგანწყობილი იყო, მაგრამ აი ბავშვებთან მართლაც განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებდა. საოცარი სანახავი და მოსასმენი იყო თემურის სიმღერა ბავშვთა გუნდთან ერთად. აი ეს იყო ნამდვილი მასტერ კლასი.
სადაც იგი მათ მარტო სიმღერას კი არა, სამშობლოს სიყვარულს ასწავლიდა. დაუკარი რომ ზელხანჯალ ელდაეცე გაიცარდო